მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, იმედია გესმით ჩემი. პირველ რიგში მშვიდობას გისურვებ თქვენ სრულიად საქართველოს, ჩვენ ქართულ ერს და მერე მთელ მსოფლიოს. პატარა შესავალს გავაკეთებ, სანამ გავშლი. მთხოვეს სამკუთხედზე, პირობითად პირადზე, რაც გაინტერესებთ, აუცილებლად გავაკეთებ ამ გაშლას, მაგრამ ეხლა იქნება შესავალი ჯერ, სანამ კარც ავიღებ ხელში. ეხლა კომენტარი წავიკითხე ამ ნეგატიური მსვლელობის დროს, როცა ესეთი ცვლილებები ხდება ჩვენ სამყაროში, როგორ უნდა გაიწმინდო, იმიტომ რომ ფაქტიურად ადამიანები ადევნებთ ეხლა თვალყურს, არა მარტო საქართველოში, არ მინდა ეხლა ცუდი სიტყვების თქმა და შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, მაგრამ აი სრული შიზოფრენიაა რა. სრული შიზოფრენია. ეს არის გამომდინარე, ეს პროგნოზები მე ყოველთვის როცა ვშლიდი თუ მადევნებდი თვალყურს, სულ ვამბობდი, რომ თავში ურტყავს, რა ურტყავს თავში? პირველ რიგში ურტყავს თავში ეს ამაღლებული ენერგია, რომელიც შემოდის კოსმოსიდან. და ფსიქოემოციონალური ფონი ძალიან დაძაბული ხდება. ადამიანები კარგავენ თავიანთ სახეს იმ ადამიანობას, აი წარმოიდგინეთ ეხა ადამიანი ხო? და შიგნით მასში ხო არის ის სული არა? ის უკვდავი სული. და ჩათვალეთ, რომ აი ეს ნაწილი ხო, რასაც ხე ჩვენ ვხედავთ და ზოგი ყებს და ზოგი კნავის და რაღაც საოცრება ხდება. საქართველოში ნამდვილად არ მეგონა ამის მომსწრე თუ გავხდებოდი ხა ევროპის ქვეყნებში ნამდვილად მინახავს, იმიტომ რომ სწავლობდი, ცხოვრობდი. და მაშინ ჯერ კიდე 2000 წლები იყო, სტუდენტი ვიყავი და 2000, მილენიუმი. ხო და იქ შევხვდი სხვათა შორის ახალ წელს. და ვერ ვარჩევდი ქალია თუ კაცია, ცხოველია რა არის, არსებები დადიოდნენ, სხვა პლანეტაზე მეგონა თავი. მე 19 წლის ბავშვი მაშინ, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ის ვიყავი რა, confused. და შოკილი. ჩემ თვალწინ, ქუჩაში ხდებოდა ყველაფერი. და რა თქმა უნდა არ მსიამოვნებდა ეს, იმიტომ რომ მე არისო რა, ეხა ჩემ სულში ეს არიჯდა, ხო არის რომ არიჯდა ეხა ჩემ სულში რა. ესეთი აღვირახსნილი აღარც ქვია ამას და გარყვნილიც არ ქვია, რაღაცა სხვა სახელია კიდე. ყველანაირ ჩარჩოს გადაცდენილი, ეს არ არის თავისუფლება ხალხო. ქრისტე რომ მოვიდა, თავისუფლება მოიტანა, გზა დაგვანახა და ჭეშმარიტება გვაჩვენა თავისი ტრანსცენდენტული უპირობო სიყვარულით, მაგრამ მას არ უთქვია შენ მოგცა თავისუფალი ნება. კი ბატონო, მაგრამ ზღვარ გადასული რომ შენ ქალი არ ახარ, კაცი არ ახარ და არ ვიცი რა არსება ხარ, შენ თავს ეხა არიან ადამიანები, რომ თავიანთ თავებს human ხო არის, არ უწოდებენ ადამიანებად. მეო ბაყაყი ვარო, მეო რა ვიცი, რაღაც ხვლიკი ვარო, რაღაც ხო გესმით, ეხა აი, სერიოზულად ამბობენ, ეს ხუმრობა არ გეგონოთ. არიან. ხო და ეს არ არის ნორმა, რას ქვია, ეხა შეიძლება 1-2 იყოს, ეგრე ფსიქიატრიულებშიც იჯდნენ და ხან ჰიტლერი ეგონათ თავი და ხან ნაპოლეონი, ხო? და ხან სტალინი, მაგრამ ისინი ფსიქიურად დაავადებულები იყვნენ და სპეციალურ დაწესებულებაში იჯდნენ და ვიცოდით, რომ სამკურნალოები არიან და რაღაც ჭირთ, ხო? ფსიქიკა აქვთ დარღვეული, ამ რეალობაში არ არიან, რაღაც სხვა ილუზიორულ თავის შექმნილ რაღაც, რა ვიცი, სივრცეში ცხოვრობენ, ხო? მაგრამ
ეს ცალკე თემაა, გესმის? ერთეულები იყო, მაგრამ ყველა დროში იყო, ვიცით. კი ბატონო, ეს კლინიკური, ფსიქიური დაავადებები, აშლილობები, ყველაფერი და რა იწვევს ამ ყველაფერს, მაგრამ მე ვიცახი მასიურად და ხალხში, საზოგადოებაში. მასიურად როა. აი ეს არის უკვე კატასტროფა. და ამაშია საქმე, რომ ყველა აეხდება ფარდა, ყველა ჩამოიხსნის თავის ნიღაბს, ხო? ჯერ ნიღაბი აგვაკრეს. 2020-ში მერე ჩამოგხსნეს, ანუ ბრბოვართ რა, ჩვეულებრივი ბრბოვართ. და მიდის ეს გეგმა გაწერილი. ეხლა არავინ არ საუბრობს ამერიკაში, იქ რომ გამოჩნდა ესე ვთქვათ, ამოუცნობი რაღაც თეფშები ხო ვითომ უცხო პლანეტელებს შემოსევაა რა. ევროპაშიც დაფიქსირდა, გერმანიაში, პოლონეთში მე მგონი. არავინ არ საუბრობს ამ თემაზე. ნუ მესმის ახლა გეოპოლიტიკური საკითხია, ეს არის, ანუ არეულობა, ეკონომიური კრიზისია, რაღაცა, ყველგან რაღაცა ცეცხლი უკიდია ყველაფერს ჩვენს ირგვლივ. მარტო უკრაინა და რუსეთში არ არის. აქ უკრაინა და რუსეთის ამბავიც არ არის. ეხა რუსეთი ნატოს ანუ ემიჯნება და ნატოს იწვევს დუელში. ეს პირდაპირ თქვა კაცმა რამოდენიმე დღის უკან. ნატოსთან აქვს ომი, ხო, ბრძოლა. შეიძლება ეს არ ჩანს, მაგრამ აი ესეთი ქვეტექსტებიდან უნდა წავიკითხოთ ხალხნო და უნდა გავიგოთ. იმის იქით რა, იმას რასაც ამბობს, ესე არ არის, იმის იქით კიდე რაღაცა იმალება. დაუმიზნებო კიევსო და დაიჭიროსო. ჩემი იარაღითო. ნატოს ჯარმაო და ვნახოთო, მერე გამოვცადოთო რა, ვის უფრო ძლიერი იარაღი გვაქვს. იძახეს ახლა, ხო? ვეძახოთ ახლა, ისეთია, ასეთია. ანტიქრისტია, ისა, ახლა არ დავიწყებ, ხო? ბილდ სიტყვაობას, მაგრამ ამბობს და აკეთებს. ერთადერთი რისი მასაც აქ პრობლემა ეს არის მის საზღვართან, ნუ დააყენებს ნატო ჯარს, ანუ მის საზღვარს ნუ შეუქმნის სტრატეგიულ საფრთხეს. აი ეს აქ კაც ტვინში, ხო? და ჩვენ ეხლა ყველაზე გასაკვირი რა არის? რატო ხდება იმ ნაწილის ესე გაგიჟება? ნუ ზოგი იმით, ზოგი ამით, ზოგი დაბულინგებით გასაგები, ზოგი წამხედურობით, ზოგი მოდას აყოლილი სვეჭკობით. რატო ხდება, იცით? რატო და ბაიდენი, რომელიც ამთავრებს თავის სისტემას და ეს არის დემოკრატია, დემონების კრატია, ესე ვეძახი, ლიბერალური სამყარო მთავრდება მსოფლიოში და მოდის კონსერვატორული, ანუ ტრამპის, ხო? ერთი რაღაც ეპოქა მთავრდება და მოდის მეორე და ამ ესეთ პერიოდში ისტორიას გადავხედოთ, ყოველთვის იყო ომები. რაღაცა ეტაპი რომ მთავრდება, უნდა დაიწყოს ახალი, უნდა გაიწმინდოს ის ცუდი და ამას მოყვება ის ომები, ის კატაკლიზმები, ის არეულობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მასიური. და ის, ანუ რისი თქმა მინდა, არაფრით არ თმობს თავის პოზიციებს და კიდე სხვა ესეთ პატარა ქვეყნებში, როგორც ჩვენია, იგივე სომხეთი, იგივე აზერბაიჯანი, უნდა რომ ესე იგი იყოს ცხელი წერტილი, ანუ რუსეთისთვის რა, დასასუსტებლად. და მე ახლა იმდენად პატარა ვარ, ჩემი ქვეყანა იმდენად პატარა, ბაიდენმა კი არა, რა ვიცი მე, ვინც არ უნდა იყოს ახლა მე. მე არ მეომება, იმიტომ რომ ჩემი გენოფონდი დამთავრდება. საქართველო აღარ იარსებებს. თქვენ არ გეგონოთ 90-იანი წლები, რომ ძლივს რაღაცნაირად თვითონ წამოვფორფხდით და კიდე, ანუ არა ვართ კიდე წელში გამართულები იმ ომის მერე. საერთოდ ამოვიშლებით ხალხნო. საერთოდ 2 და 3 დრონიც გვეყოფა. ზემოდან რომ გადაგვიფრინოს იმან.
და ამას გააკეთებს და აი ზუსტად ეს ადამიანები იქ რო დგანან ეხლა რაღაც არსებებს დავარქმევ. არ მინდა ასე ვთქვა, მაგრამ ესე გამოდის. ზოგი რო ყებს და ზოგი რო კნავის და ზოგი რა ვიცი, რა სისულელებს, არ ვიცი, უბრალოდ ყველანაირ ლოგიკას აბსოლუტურად მოკლებულია მათი ის ევროპა. ჯერ ერთი ის ევროპა მას აქვს უკვე პრობლემები ხალხნო. გითხრა რომ ვერავის ვერ მივიღებ 2028-30 წლამდე და 2030 წელს თუ კიდე იქნა YouTube და უფრო ადრეც მე ჩემს სიტყვებს ვაგებ პასუხს ჩემს სიტყვებზე და დაგიდასტურებ. ევროპა იქნება დაშლილი, ევროკავშირი, ევროპული ინტეგრაცია იქნება ჩამოშლილი. იმიტომ რომ დღეს სარკოსსაც წყალი აქვს შეყენებული. ისიც გამოვა ევროპიდან. გერმანიაც აგერ გაზაფხულიდან უკვე აპირებს გამოსვლას ევროპიდან, პრობლემები აქვს და მიყვება კიდე ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა. და იმიტომ კი არა რომ მე პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკური იმით ვაკეთებ. იმიტომ რომ ეფუძნება ჩემი ეს ყველანაირი ცოდნა ერთად შეერთებული და ვაკეთებ ანალიზს. გინდა იჯერეთ, გინდა არა. აი ესეთი რეალობა გვიდგას. მე არ ვამბობ, რომ რუსეთი მინდა კიდევ ერთხელ ვიძახი. მე მინდა ნეიტრალური. იმ რუსეთს მე დავჭირდები როგორც სტრატეგიული ქვეყანა, როგორც საზღვარი, საჰაერო და საგზაურო გავიდეს შემგან თურქეთში. რატომ? ეხა კიდევ ვიძახი. იმიტომ რომ რაც ნაწინასწარმეტყველები 100, 200 და 300 და რა ვიცი, რამდენი წლის უკან ის ახდება აუცილებლად და იქით მიდის ყველაფერი. ჯერჯერობით არა და მადლობა ღმერთს, მაგრამ აუცილებლად რუსეთ-თურქეთის ომი გარდაუვალია როგორ და რანაირად, მე ესეთი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ეს მოხდება. მოხდება აუცილებლად. ყველაფერი დაიწყება სირიის დაცემიდან. ყველა მაგას ამბობდა, დაეცა სირია, ვხედავთ რა ამბავია. და მთელი აღმოსავლეთი მხარე იქნება ალმოკიდებული, ცეცხლში იტრიალებს. ამასაც ვნახავთ ძალიან მალე. ხო და ეხლა თქვენ განსაჯეთ ეს ყველაფერი. რაც შეეხება, როგორ დავიცვათ თავი, კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ვარ მართლმადიდებელი, საქართველოში დაბადებული ქრისტიანი და ვიცავ მე თავს ლოცვებით, ფსალმუნებით. ასევე აი დავდი აგერ ეს არის მირონის ზეთი. ნახეთ. ცხვირთან უნდა წაისვა, ხელის გულებზე უნდა წაისვა. ანუ ესეც დამცავია. რატომ? ეხლა გეტყვით. ბოროტ ძალას და მით უმეტეს იმ არსებებს. ყველაფერი რაც სიწმინდესთან და არის დაკავშირებული, თუ რამე წმინდა ნაწილი გაქვს, მე მაგალითად მაგ და მიკიდია აგერ. გაჩვენებთ. თუ რამე წმინდა ნაწილი გაქვს, დაიკიდეთ. ეხლა ძალიან გამწვავდება სიტუაცია. ანუ რა ხდება? აიღეთ ფსალმუნი, ანუ იყიდეთ აი ესეთი. კრიალოსანი 50-იანი, 100-იანი, არ ვიცი. ყოველდღიურად უფალო შემიწყალე. უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ. ღვთისმშობელო ქალწულო, მამაო ჩვენო, აი ეს მოკლე ლოცვები, რაც შეგიძლიათ. აიღეთ კურთხევები და გააკეთეთ. ნაკურთხი წყალისვით. წმინდა ზეთები კიდე არის სხვადასხვა წმინდანების ზეთები, ისიც ისვით. ყოველდღიურად 26-90 ფსალმუნი რო იყოთ დაცულები. ასევე ითხოვეთ მშვიდობა, ითხოვეთ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოდ, აი მშვიდობიანად გამოსვლა აი ამ პროცესებიდან, იმიტომ რომ ჩვენ უკრაინა არა ვართ და კიდევ ვიღაცა შვეიცარია და ასე შემდეგ. პატარა რაღაცა და მორჩა. ჩვენ გასაქცევი არ გვაქვს, ჩვენ არანაირი რესურსი არ გვაქვს, რომ თავი დავიცვათ. და ვერსად ვერ დავიმალებით და სამწუხაროდ აი ისინი იქ რო დგანან ეხლა და არა ადამიანური ხმით, ზოგი არც კაცია, ზოგი არც ქალია, ნუ რა ვქნა ეხლა, უმრავლესობა ესეთი დგას, შეიძლება კარგებიც დგანან და ნორმალურებიც დააყოლილები ამ რაღაცა მოდას, მაგრამ
ყველას არ ვაყენებ, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას და რო ყეფენ და რო კნავიან და რა ვიცი, ხრიალებენ ზოგი რა, არ ვიცი რა, სხვადასხვა ხმებს უშვებენ, როგორც შეპყრობილები, იმიტომ რომ ეს ესეა, ფაქტიურად ესეა. მატერიალური სისტემა და კაპიტალისტური ეპოქა მთავრდება, ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ ვიძახი. და ის ადამიანები, ჩამოკიდებულები, ებღაუჭებიან ხალხს, რომ აი ხავს რო ებღაუჭები, ხო, მატერიალურ სამყაროს, აი ესე ებღაუჭებიან. შენ თუ სიწმინდესთან დღეს არ გაქვს შეხება, კონტაქტი, სიტუაცია რაღაცა, ხო? სიწმინდეს არ იცავ, შენს გულში თუ არ არის სულიერება, ცოტათი მაინც. ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ გაქრებიან ისინი რა. გაქრებიან. ვერ გაუძლებენ უბრალოდ. ძალიან არ მინდა ამის თქმა. გაზაფხულიდან დაიწყება. ეხლა რაც შეეხება იმ ამოუცნავ ფრინავ თეფშებს, ხო? ამერიკაში რო დაფიქსირდა. ნახეთ, ეს იყო ბოლო გეგმა მათი. მაგათ აქვთ თავისი გეგმა, რომელსაც მიყვებიან. კიდევ ერთხელ ვიძახი, მათ უნდათ მოიყვანონ და სამყაროში დაამყარონ ერთპიროვნული მართლობა. მსოფლიო მართველი აირჩიონ. რაც წერია ბიბლიაში, იოანეს გამოცხადებაში და ასევე სხვადასხვა წინასწარმეტყველებებშიც გვხვდება, ხო? წმინდა მამებიც მაგას გვეუბნებოდნენ. ეხლა ესენი ხო ვითომ ესე დაფრინავენ და ყველა ხედავს და რაღაცა. მერე უკვე სამხედრო რაღაც ისინი როა იქ ადგილები, არ ვიცი, დაიწყებენ უკვე აფეთქებას რა, იქიდან. ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში რაღაც, აი, სამხედრო დანაყოფები სადაც არის, ძირითადად რა. არ გეგონოთ, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ისინი არიან რაღაცა სხვა პლანეტიდან ჩამოფრენილი სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები და ეხლა რომ დაიწყებენ, როგორც კოვიდზე რომ მოგვახვიეს თავს, რომ აი ეს ვირუსი ეხლა და ხელოვნურად შექმნილია, ხო? ეხლა დებილი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე დღეს, რომ ხელოვნური იყო, როგორ ომი დაიწყო, ანუ პუტინმა დაბომბა უკრაინა და მეორე დღეს კოვიდი აღარ იყო. ანუ ხო აბსურდია, მაგრამ ეს ასე იყო, ხო ფაქტია. აღარავის აღარ ახსოვდა კოვიდი. აი ესეთ სიტუაცია. ჯერ არევენ ამ ყველაფერს, ქვეყნებს, გადაულიან რამდენიც გამოუვათ რა, ეხლა ყველაფერი არ ხელეწიფებათ, მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ღმერთი და მისი კანონზომიერება, ხო? უფრო მეტი უნდათ, მაგრამ ვერ მიიღეს. ასევე ამ სიტუაციაშიც რაღაცეებში, რა თქმა უნდა, ხელი შეეშლებათ, ეს იმიტომ, რომ ღვთისწყალობაა და 2-3 ადამიანი, რომ გულწრფელად ილოცებს და ითხოვს, ღმერთი შეისმენს. ამიტომ გთხოვთ, რომ ილოცოთ ყველამ. დაიწყებენ, ესე ქალაქების და დააბრალებენ, მერე რომ ესო ეხაო ჩვენო უცხო ცივილიზაცია გვერძის და ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთო, არა. ეს მერე იქნება, ჯერ უნდა არიონ ყველგან, იქ სირიაში, იქ აქაც ხო უნდათ და ნუ ფაქტიურად ამას აკეთებენ, ხო ეხლაც, რომ ვითომ რაღაცას ყვირიან იქ. ეს არის ყველაფერი შექმნილი ხელოვნურად, ჩემო კარგებო. რო აირჩიონ ის ერთადერთი, რომ ყველამ თქვას, აი ეს ეხა ჩვენ დაგვამყარებინებს ამ ცივილიზაციასთან იქ, აქ ომებს გააჩერებს, ანუ მშვიდობის, ასე ვთქვათ, დამცველი და მშვიდობის დამამყარებელი მოევლინება ერთი მსოფლიო მართველი და ვინ იქნება ის, აბა გამოიცანით. ხო? სოლომონის ტაძარს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიძახი, მან არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ალიაქსას მეჩეთს იქ ბომბას ჩამოაგდებენ თუ სოლომონის ტაძარს ააშენებენ თუ არა, ეს მართველი შეიძლება იქ ისრაელშიც არ მოხდეს მისი კორონაცია, რაც აღწერილია და შეიძლება ჩვეულებრივ ქრისტიანულ ტაძარში მოხდეს მისი აი ესე მეფეთ შერაცხვა და კურთხევა.
სხვათა შორის რომის პაპიც დაესწრება და რუსეთის, ასე ვთქვათ, პატრიარქიც. ეს წერია იოანეს გამოცხადებაში და იმიტომ ვამბობ. ეხლა რაც შეეხება იმას, რატო გადავრჩებით ჩვენ? იმიტომ გადავრჩებით ჩვენ, რომ უმრავლესობას გაწიე გამოწიე ვართ მართლმადიდებლები, ვართ ქრისტიანები და ჩვენს აი ამ ეროვნულობას, ამ ტრადიციებს, აი ამ ჩვენ რაღაცა ქართულ სულს, ხო? უმრავლესობა ვართ ოჯახები გვყავს და ეს ტრადიციული აი ესეთი რომ ქალი ქალია და კაცი კაცია და ოჯახია, აი ამას მივსდევთ. აი ამიტომ გადავრჩებით ჩვენ. კიდევ ერთხელ ვიცახი, მე პირადად ვიცავ თავს ლოცვებით და ძალიან მშველის. კი, ამის გარდა რა თქმა უნდა, ეზოთერულად და მაგ ამის ცოდნა ვიწმინდავ თავს და ცეცხლის სტიქია, პირადად ჩემი სტიქია, მე ვარ ცეცხლი და ძალიან კარგად წმინდავს ყველაფერს. ცეცხლია ბოროტების დამწველი და თუ გაისვრიან, იცოდეთ რომ ეს გასროლაც არ იქნება ისი, ანუ ნახეთ, არაფერი არ ხდება ღვთისნების გარეშე. ერთადერთი აი ამაზე იფიქრეთ, ძალიან გთხოვთ. თუ არ მიენდობი შენ ღმერთს დღეს, უკვე ისეთი სიტუაცია წამოვა და დაწყებულია, ხო, ხედავთ. მაშინ ძალიან გაგიჭირდება, იმიტომ რომ შენი ძალებით შენ ვერ მიხვდები, ვერ განსაზღვრავ, ვერ ჩაწუდები. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთით და სასწაულით მოხდება ეს ყველაფერი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღეს სულიერება, ღმერთთან დაახლოება. ცეცხლის სტიქია, ხო, სანთლების ანთება იგივე, ლოცვა, წყალი, რომელიც არის გამწმენდი, მარილი, რომელიც აი უნდა შეიზილო მთლიანად მთელ სხეულზე და აი როგორც სკრაბი, ხო, და უთხრა, რომ აი ჩემგან ყველანაირი ცუდი წაიღე. წყალსაც გაატანო, ხო, რატო არის, რომ ცუდი სიზმარი რო გვესიზმრებო და წყალს მოუყევი, ანუ ინფორმაციის წყარო, არის წყალი ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ და მიაქ წყალს ის ცუდი ინფორმაცია, ხო? სტიქიებით და ენერგიებით ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ შეაშველებ ლოცვას, ფსალმუნებს, კიდევ ერთხელ ვიძახი, აი ესეთი ნაკურთხი სურნელოვანი, ხა ეს არის მაგალითად მირონის. ამას აი ეს სურნელი უნდა გდიოდეს, იმიტომ რომ იმ არსებებს აქვს თავისი სუნი. ის ყარს გესმის, ფაქის სივრცეში, რა თქმა უნდა. ყველა ვერ იგრძნობს მის სუნს, მაგრამ როცა ხარ ჩართული და შენ გრძნობ, იმ ადამიანებისგანაც მოდის ის სიმყრალე. იმიტომ რომ ის არსებაა მასში და შენ ამას გრძნობ, ხო? და სუნითაც მოგდის. ამიტომ ცხვირის ნესტოებზე ვისმევ, რომ არ მინდა, ეხლა ნამდვილად არ მინდა ვიღაცის არსების მყრალი სუნი ვიგრძნო. და ის თვითონ ვერ გეკარება, ასევე ვარდიზეთი, ანუ ფაქის სივრცეში ყველანაირ უარყოფით იმაშვება. სურნელსაც აქ რა, საკმეველს რო ანთებენ, ყველა რელიგიაში, ხო, ის სურნელოვანი ჯოხები როა, ყველას აქ ეს ხაერისტიკი, ანუ წმინდავ შენ სივრცეს და რა თქმა უნდა შენც იწმინდები. ეს ამიტომ არის აი ამ სურნელებსაც აქ განსაკუთრებული დატვირთვა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება მედია ტელევიზიებს, ხო? ეხლა და უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საინფორმაციო ომი. აქ თქვენ აი ესე რო გითხრათ, პირდაპირ სიმართლეს ვერ გაიგებთ. ამიტომ არ გინდათ ამ ახალი ამბების ყურება, თუ გინდათ რომ დამშვიდეთ, რა თქმა უნდა. ეხლა მაინც გაიგებთ 21 საუკუნეა და სოციალური ქსელები გვაქვს და ინტერნეტი გვაქვს და ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ არ უყუროთ ამ ახალ ამბებს. თუ ვინმე ადამიანი მოვადე და აგიწყებთ აი რაღაცა მოკლედ აღელვებული, ეხლა იქნება ესეთი ენერგოვამპირები, აი ეს შეპყრობილები, აი ესეთები, იმიტომ რომ მათ ძალიან უჭირთ ეხლა. სულიერება, ენერგეტიკა, ეს სიხშირე რო ადის დედამიწის სამყაროსის ზემოთ, ღმერთს უერთდები შენ, ანუ ის ნაწილაკი ჩვენში ხო არის ყველაში.
ხო და ნახე, ღვივდება ის ნაწილაკი. ღვივდება. შენ თუ ღვთის შვილი ხარ, შენ სიმშვიდით გახვალ და ღმერთთან უნდა შეუერთდი. ნახე, ფიზიკური, მეცნიერული ტერმინოლოგიით, რომ ერთი დიდი ბირთვი, რომელიც ანათებს, ის გამოსცემს თავის სხივებს სხვადასხვა მხარეს, ხო და ნათდება. ყველგანაა გაშვებული, ყველა სისტემაში არიან წმინდანები და ღვთისშვილები. ხო და შენ პროჟექტორი ხარ, ხო? მამა ღმერთი ხარ, შემოქმედი ხარ. და ეხლა ის პერიოდია, რომ იკრებ აი ამ შენ ნაწილაკებს. და შენს უერთდები, ერთიანდები, ნახე, სინერგია ხდება, შეერთება ხდება და პირდაპირ გამტარი ხდები მისი ღვთიური ენერგიის, გესმის? თუ მართლა ღვთიური ნაწილაკი ხარ და ნათელისული ხარ, კეთილისული ხარ და ღვთისშვილი ხარ. თუ არა ხარ და ვხედავთ ეგერ, ზოგი იბრალებს, რომ ძაღლი ვარ, ზოგი იბრალებს, რომ კატა ვარ, ზოგი ამბობს, რომ ბაყაყი ვარ, ეხა არიან ესეთებიც, ხო? არიან. არ არიან ყველა ადამიანები და იმიტომ სამწუხაროდ. სული არ არის ყველაში. სული არ არის ყველაში. ისინი ვერ გადარჩებიან. და ამიტომ ეხლა როცა აი ესეთი მდგომარეობა მიდის, იმიტომ ხდება მათი აი ესეთი ამოხტომა, მათი ფსიქიკის დარღვევა, აი როგორც გიჟები, ბოლო ჟამსო, რამდენ წმინდანს აქ ნათქვამი. შეიშლებიან ადამიანები და ჭკუიდან გადავლენ. ასევე სახელმწიფოს მმართველები სამწუხაროდ. და გააკეთებენ იმას, რაც არ უნდა გააკეთონ. ესეც არის ნათქვამი. კიდევ ერთხელ ვიძახი. მთლიანობაში გეგმები ესეთი აქვთ. იმათაც, ამათაც, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ღვთის აი ამ ნდობას, შენ რო გწამს, იცი რომ ყველაფერი ღმერთის დაშვებით და ღმერთის ნებით ხდება და ამიტომ მინდობილი ხარ მას და აღარ ხდები უკვე ვიღაცის, რასაც ქვია, სამართავი ელემენტი, ხო? რომ ვიღაცამ გმართოს და მანიპულირება მოახდინოს შენზე და არიქა შენ მოღალატე ხარ, შენ რუსი ხარ, შენ ის ხარ, შენ ეს ხარ, რატო არ ხარ, რატო არ გახარ, რატო იქ არ ყვირი ხარ, გესმის? მთლიანობაში ხა დიდი თემაა ეს და ამაზე ახლა ლექციას ვერ წავიკითხავ, მაგრამ მინდოდა რომ გაგეგოთ თქვენ და რაღაცნაირად გასაგებად გადმომეცა რა ხდება. კიდევ უფრო უარესი მოვლენები მოხდება. უარესი. იმიტომ რომ დედამიწა თავისას აკეთებს. ის პროცესი არის, რომ დედამიწაც იწმინდება. და ამდენი სიბოროტეა და ვეღარ უძლებს და ის პროცესია, რომ თვითონ ადამიანებში, ხო, ვინ რა არის თავის თავს გამოაჩენს, ვეღარავინ ვეღარ დამალავს ის რა არის. მე ვიცახი შინაგანად, ხო? შეიძლება ადამიანთან მეგობრობდი, ახლოს იყავი, რაღაცა ენდობოდი და უცებ ისეთი რაღაცები გამოავლენ, რომ შენც გაკვირვებული ხარ რა ხდება და თურმე შურით, ბოღმით და რაღაც სიბოროტით სავსეა და გიკვირს როგორ მე ამ ადამიანთან ესე იგი რა მესაქმებოდა. რატომ შემოკარგებოდა? ამოხტა ის სიღრმე მისი სულის სინამდვილეში, მისი ფსკერი რაზეც იყო, როგორ არის, რომ საფუძველია, ხო, ყველაფერი, საძირკველიდან იწყება სახლის აშენება, ხო, საძირკველში რა იყო ჩადებული? თუ ბოღმა, შური, სიბოროტე, ესეთი რაღაცა, ხო, ადამიანების ზიზღი და ასე აშენდა ის, სადამდეც მოვიდა ხა და რამხელაც არის, რა ასაკიც აქვს, ხო, სიტყვაზე ვიძახი, ის, ასე გააგრძელებს, იმას შეიძლება მალავდა. ის პერიოდი არ გაჩვენებდა, მაგრამ ეხლა დააკვირდით თქვენს ირგვლივ ახლობლებს და შეამჩნევთ, რა ვიცი. აღარ არის ეხა იმათ, რა ქვია,
დიდი პრობლემა. ძალიან ადვილად დაინახევ ყველა სახეს დღეს. მე მაგალითად რო არ ვხედავ და ხმას რო ვიგებ, უკვე ვიცი ის რა ადამიანია. დანახვაზე აღარ არის საუბარი. აი ხმა რომ ესმის. ტელევიზორს საერთოდ აღარ უყურებ 2019 წლიდან მე მგონი ვთქვი. ხო? და რამდენჯერმე მოხდა ისე რომ ჩართული როა და ხმა რომ ესმის, ანუ ან ვაწევინებ, ან ვართვევინებ ოჯახის წევრებს რა, რომ ანუ ხმის გაგებაც, ანუ თვითონ ხმიდანაც შემოდის უკვე ის უარყოფითი, გესმით? ხმით, ტემბრიდან, ტონალობიდან ეს ხო სიხშირეა. ეს ყველაფერი ჩართულია და ჩემი სული ვერ უძლებს, ანუ არ შემიძლია, ნუ ეხა უარყოფითს ვერ უყურებ, ვერ შევხედა, ვერ მოусმენ, იმიტომ რომ სხვადასხვა იმაში ვართ რა, აბსოლუტურად ლეველზე. ეხლა რახან თხოვნა იყო ამ სამკუთხედზე, ხო, მოკლედ ეს იცოდეთ რა, ბარდის ზეთია კიდე ძალიან ამაღლებული, ყველაზე მაღალი ვიბრაცია, მირონი და ვარდის ზეთი. ასევე ეთერზეთებით ძალიან კარგად მუშაობს, დაცვას ვიძახი, რომ არ მოგეკაროთ რა ის უარყოფითი. იმიტომ რომ ეხა ბევრი იქნება. აი, წარმოიდგინეთ, ჰიჩკოკის ფილმებში როა კიდე რაღაც აი ესეთი საშინელებათა ფილმებში ვამპირები, ესენი რაღაცა სხვადასხვა არსებები, ხო, გინახიათ ესეთი ფილმები, სერიალებიც. ჩათვალეთ, რომ აი ეგეთი სიტუაციაა თითქმის რა. აი, ადამიანებს გარკვეულ ნაწილს. ეხლა მე იმას კი არ ვიძახი, რომ გეცემიან და ჭამას დაგიწყებენ, თუმცა ბოლო ჟამის დროს, ანუ მაგასაც იზავენ სამწუხაროდ. ერთმანეთს დაჭამენო, ესეც ნათქვამი აქვს წმინდა მამას, მაგრამ ანუ მაგამდე ჯერ არ მივსულვართ, ჯვარი გვწერია. ხო და ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ძალიან ცუდი. რა ვიცი. ხო და სამკუთხედზე არის ეს გაშლა რა. ხო და ვინც ეხა ხართ სამკუთხედში? აი ის ადამიანი ხა რა ფიქრებშია, რა სიტუაციაშია, სად არის საერთოდ, აბა? ჩაიფიქრეთ. კიდე თუ დაგაინტერესებთ რამე თემები, შემიძლია გაგიშალოთ. ზოგად საკაცობრიო, რა თქმა უნდა. და შემიძლია გესაუბროთ. და აგიხსნათ, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი, ეს მოვლენები ხა რაც ხდება, ანუ ეს ყველაფერი მაგ წაკითხული. ეს ყველაფერი მაგ უკვე გაგებული. ამ ყველაფერზე მე წლებია ეს ყველაფერი მე მესმოდა, რომ ასე მოხდებოდა. მე უბრალოდ არ მეგონა თუ მოვესწრებოდი, არ მეგონა თუ ამ დროში მომიწევდა ეს სწრაფად, ამ ყველაფერს ხა ის თუნდაც ის ფრინავი თებშები, ხო? მაიმეო მართლა ის არისო, მართლა სხვა, ანუ ადამიანი შეიძლება ძალიან შეცდე რა, ისეთი რაღაცები მოხდება საშიო რა, ანუ აქვთ ყველანაირი იარაღი მათ და შეუძლიათ ყველაფერი მოგაჩვენონ, დაგანახონ ჰოლოგრაფიული, ხო? ვიცი რა, ყველაფერი აქვთ. ხო და ეს არ არის სხვა ცივილიზაცია. აი ეს აკაკეთებენ ის ნაწილი, ვისაც უნდა ამ ხალხის როგორც ბრბო სამართავი რა. ყავდეს დააშინოს, იმიტომ რომ დაშინებით, როცა აშინებ, მაგ დროს შიში რო შემოდის შენში, შენ გეკარგება უკვე აზროვნება რა. და ანუ ისეთი ხდები, აბსოლუტურად სამართავი ხდები და მე ყველაფრის გჯერა, ვაი მე ეს ვქნა, ის გავაკეთო, აი რაღაც პანიკები გემართება და ეს პანიკები უკვე დაწყებულია ამერიკაში. არ ვიცი ხა კიდე როგორ გააგრძელებენ მაგათ ხო სხვადასხვა ტექნიკები აქვთ. ჩვენ ხო მარიონეტები ვართ. ჩვენ საერთოდ არ გვთვლიან ეგენი. ბიომასა ვართ მაგათთვის. ბიომასაც არა ვართ, რა ვიცი რა ვართ. ცხოველები ვართ რა, აი რომ შეყრი რა, ჯოკს და რომ რასაც გინდა იმას რო გავუკეთებინი, ექსპერიმენტები, აცრებით, იქ არ ვიცი რა, აბსოლუტურად არ ვიცი, მართლა ღვთისწყალობაა, რომ ჩვენ ეხლა ვართ ცოცხლები და რა ვიცი, ვართ
აქამდე მოსულები. იმიტომ რომ ვინც ვერ უძლებს, სუსტები ვერ გაუძლებენო და ძალიან ბევრი გადის. ხო ხედავთ, როგორ მიდიან სამწუხაროდ. რა მდგომარეობაშია და სამკუთხედზეა საუბარი. პირველ რიგში ეს ადამიანი არის მომართული თქვენ აქტიურად, მაგრამ ნახე ნაბიჯები არ არის. ენერგია არის, რომ უყარხარ, რომ გრძნობა აქვს, სიყვარული ჩანს, მოსვლაც უნდა, მაგრამ ხელი ეშლება, ტრანსფორმაცია აქვს ძალიან დიდი მიღებული. ანუ ეს სიკვდილება შენამდე რომ მოვიდეს და რატომ ეს სიკვდილება? აქ ამოდის ორი ადამიანი. ორი პერსონაჟი. ერთს რომელსაც ცოტა ახლოს არის მანძილით, მეორე ცოტა შორს არის, მაგრამ მოდის ხოლმე, აი რაღაც ესეთი სიტუაცია, ახლა რასაც ხედავ, ერთს მართლა ცეცხლი უნთია ისე მოწონხარ და აქტიურობს კიდევაც რაღაც მომენტში, გიყურებს რაღაცა ისეთი მეებს გამოსცემს და მეორე როცა მოდის, ხშირად ვერ ხვდები, მაგრამ როცა ხვდებით, როცა მოდის, პირდაპირ რაღაცა კომპლიმენტებს გეუბნება. მოსწონხარ, იზიდავ, როგორც ქალი. მაგრამ აქ არის კიდე რომ ფარავს ერთ-ერთი, ორი ამოვიდა და ამიტომ ერთ-ერთი ამ გრძნობას ფარავს. შენ თვითონ ამოხვედი ხა ვინც მიყურებ, ულამაზესი ქალი, თუ სამკუთხედში ხარ, ან ერთთან, ან მეორესთან არ გამოგივა აქ სიტუაცია სერიოზული. თუ გინდა ურთიერთობა ან ერთთან, ან მეორესთან, აქ ამოდის რომ უნდა იყოს ეს დაფარული. და მხოლოდ ვნების ამბავია, გრძნობა არის და როგორც ქალი იზიდავ, ესეთ სიტუაციაა რა. ერთს სხვათა შორის გზიდან ხედავ რომ რაღაცა გზასთან არის აქ კავშირი. ეხლა ვნახოთ ამ ადამიანიდან თუ იქნება აქტიური რამე გამოვლინება. ნაბიჯი. შენ ვინც მიყურებ, იმიტომ რომ თხოვე ხო სამკუთხედზე. შენს მიმართ თუ ექნება რამე ნაბიჯი. ვერ მოგატყუებ და ეს ადამიანი მალავს თავის გრძნობას, ამ ნაბიჯის გადმოდგმა სერიოზულად, რომ რაღაცა გითხრას, თუნდაც რომ ფლირტის ვარიანტია ხო მოწონხარ. უჭირს, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი ტვირთი ზურგზე რომ იტყვენ შემოდებული და ეს ყველაფერი არის ზემოდან მოდის, მისი კარმა, გესმის, მან რაღაცა ვერ შეასრულა, ან რაღაც დააშავა და აქვე ამ ცხოვრებაშივე ახდევინებენ. არ გეგონოთ ეხა რომ მე, იცი რა არის? აქ ეხა ესე ვწვალობ და იქ, არა, აქვე იხდი. და რა თქმა უნდა, აქ არის ღალატი ამოსული და ის რომ რაღაცა არ იყო გულახდილი ეს ადამიანი, ოჯახი ყავს, რა თქმა უნდა, შეიძლება ღალატობდა მის ცოლს, მე ვიძახი შენამდე. და ამიტომაც ეხა რა სიტუაციაშიც არის, ეს არის იმის მიზეზი, რომ დააშავა, უღალატა, არ იყო მართალი და იწვნია, რომ იტყვიან და ეხლა ეზიდება ამ მის ცოდვებს, ამ შემთხვევაში ეს არის მისი ცოდვები და აქ რო ამოვიდა, ეს არის დაფარულად, ამას არ ამხელს, რა თქმა უნდა, და ეს არის ზემოდან პირდაპირ უზენაესი სასამართლო, ხო? და აღსრულდეს სამართალი ამ დედამიწაზე, სულ ამას ვამბობ და თვითონ არის ძალიან კრიზისში, როგორც ფინანსური, ესე ჩანს და ასევე სულიერი. ეხლა არანაირი სიტუაცია არ აქვს, რომ შენთან ეს ადამიანი მოვიდეს ან რაღაცა ნაბიჯით, ან რაღაცა ყვავილით, ან რაღაც შოკოლადით და არიქა რაღაცა, ესეთი, რო იტყვიან, არა თანამშრომლური და არა მეგობრული და არა ისე, ხო? რაღაცა ესეთი შემოთავაზება რომ მოგცეს, რომ ნახე, მინდა რომ ჩემი პარტნიორი გახდი ან რაღაც, ხო? ჩემი საყვარელი გახდი, ვერ გეტყვის ამას. და თუ აქ ამ ადამიანს შენ დამი ეხლა გრძნობა.
სამკუთხედია, კიდევ ერთხელ ვიძახი, ყველაზე არ არის. გრძნობა აქვს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, აქვს გრძნობა, რჩები მისთვის, როგორც აი ულამაზესი ქალი, მუზა, რომელიც მომწონს და მინდა რომ დავხატო, ხო? მაგრამ არ ვეკარები, ნახე, უყურე, დატკბი, მაგრამ არ მიეკარო. აი ესე ზის, ანუ უმოქმედოდ, უბრალოდ გრძნობას ყვება. და ტკბება ესე შეიძლება მე დავტკბე ულამაზესი ნახატით. აი ლამაზი პანორამით, ხედებით უყურო და დავტკბე მე სიამოვნოს. მივიღო ის რაღაც ესთეტიური სილამაზე, მაგრამ ხო არ ვეკარები ხა შედევრს, რომელიც ვთქვათ, ლუვრის გალერეაში დევს, ხო? იმპრესიონისტული ნახატი, მონესი. ხო, ხიდი როა ესეთი ლამაზი ყვავილებით. მე ხო ვერ მივეკარები, მაგრამ ვიდგები 15 წუთი. და დავტკბები ამ სილამაზით. აი რა შედევრი შექმნა. აი ესეთი ლამაზი ნამუშევარი, ხო? აი ესეთი ვარიანტია, სამყარო. რას ნიშნავს? ან დასაწყისი, ან არ მთავრდება რა. რაღაც ეტაპი დამთავრდება, მე ისევ დაიწყება. რაღაც ეტაპი დამთავრდება, მე ისევ ანუ დაუსრულებლად. და რა თქმა უნდა, ახალი დასაწყისი. არ ვიცი რა დასაწყისია საუბარი, მკითხოთ, რა დასაწყისია საუბარი. ამ ურთიერთობის დასაწყისია, ვინც ახლა სამკუთხედშია და ამ ვიდეოს უყურებს. ამ ურთიერთობის დასაწყისია საუბარი? კი ბატონო, იქნება დასაწყისი, ოღონ ეს პერიოდი რო გაივლის, სადღაც 1 თვის შემდეგ. ანუ შეიძლება ვივარაუდოთ იანვარში, ხო? მზე ამოვიდა, მეტი სითბო შეიძლება რომ დათბება ყველაფერი, სხვათა შორის გაზაფხულიდან კიდე ახალი რაღაც მე არ მინდა რომ შეგაშინოთ, მაგრამ ძალიან ისეთი მასშტაბური ამბები გველის, ანუ რას გულისხმობ საერთოდ სამყაროში. ახალი ენერგიები და მე ვამბობდი სულ და ჩემს აი ამ ეხა ახალ მეხუთე განზომილება და ახალ ენერგიები, ესეთი სახელი ხო ქვია ამ კონტენტს, ხო? აი ზუსტად იმ ახალ განზომილებაში გადავდივართ მარტის თვეში და კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან გთხოვთ, რომ მეტი სულიერება გამოიჩინეთ, მეტი აი სიწმინდე, ანუ შენ თუ არ დაიცავ სიწმინდეს, ნახე. ის ერი, ის ცივილიზაცია, ის ანუ ხალხის მასა, ხო? ქრება და გამქრალან. ყველაზე აი ესეთი მაღალ განვითარებული ცივილიზაციები და ქვეყნები გამქრალან. და აღწერილია აგერ 5000 წლის უკან ბჰაგავად გიტაში. ორი ცივილიზაცია დაეტაკა ერთმანეთს. იცით როგორი მაღალ განვითარებული? გაგიკვირდებათ, ისეთი ტექნოლოგიები ქონდათ, რომ ჩვენ არ გვაქვს დღეს. და მოხდა ისეთი გასროლა. ატომი ის არის, რა ქვია, მოსაგონი, კი არა და ზღაპარი იმასთან შედარებით დღემდე ვერ ხსნიან. ჩაძირა, ხო, ვიცით, რომ ანტარქტიდაში, ანუ ჩაძირულია მთლიანად და დაკარგულია. არ გვაქვს ამ ცივილიზაციასთან არანაირი, ანუ არ ვიცით, ხო, რა იყო, როგორ იყო. ერთადერთი შემიძლია ვთქვა ის, რომ აი ამ დიდმა განვითარებამ, მაღალმა ტექნოლოგიებმა, აი ამ უდიდესმა ცოდნამ, კი ძალიან კარგია, მაგრამ დააშორა ღვთიურთან, სულიერთან და ღმერთთან. და აი ამიტომაც დაისაჯნენ. და კაი, ვთქვათ, ეს ცივილიზაციები არ ვიცით, ვიცით ისტორიიდან, სხვა რომის იმპერია ვიცით. ვიცით კიდე ძალიან ისეთი ძლიერი იმპერიები, ხო, რომელიც აღარ არის. იქაც ანალოგიური. როცა ხდებოდა გარყვნილება, ნახე, ენუქის წიგნში, ხო, დასაბამიდან უძველესი წიგნია, ენუქს ჰქონდა გამოცხადება და ღმერთმა აიტაცა ის და როგორც
ცხადად, ანუ ხილვა ქონდა, ცხადად იყო აყვანილი და აჩვენა და დაათვალიერა ყველაფერი და ღმერთმა უთხრა ესეთი რამ, მე ერთადერთსო ვერ ავიტანო გარყვნილებას, ანუ ქალი რომ ქალთან არის და კაცი რომ კაცთან არის და კიდე იქ ცხოველებზე იყო საუბარი სამწუხაროდ და აი ამ დონემდე ადამიანმა არ უნდა დაიყვანოს თავი ძალიან მიჭირს ეხა ამაზე საუბარი. კი, მეტნაკლებად იყვნენ ეპოქები მოდის ესეთები, ხო? ქალი ქალთან იყო, კაცი კაცთან იყო, მაგრამ მე ვიცი მასიურად პროპაგანდა თავს მოხვევა და იმის ჩვენება რომ ეს არის ჩვეულებრივი და ასე და თან ანუ შენ ესე იგი მაგალითები მოყავს და გეუბნება რომ კარგია და ასე უნდა გაზარდო შვილი და თაობა ამის უფლებას ზემოთ ნახე აი ზემოთ ვინ შექმნა ეს ყველაფერი და ვინ შენ გაჩუქა სიცოცხლე ხა რომ მიყურებ და მისმენ აი ეს მამა ღმერთი მამა შემოქმედი არ მოგცემს ეს არა მარტო მისი კანონის, ღვთიური კანონის დარღვევა, არამედ სამყაროს კანონის დარღვევაა. გნოსტიკები, ხო? მათ აქვს თავისი კანონი. ეს არის სამყაროს კანონი, რომელიც უმაღლესია. ისინიც კი უარყოფენ ამას, რომ შენ ხა ქალი ქალთან, კაცი კაცთან და აღრევა, ხო? იქ ცხოველთან, იმასთან, ამასთან ეს არის ამას ცხოველობაც არ ქვია. ისეთი რაღაც დიდი ცოდვა და ამას ვერ მოითმენს გესმის და აკრობს იმ ცივილიზაციებს, აკრობს იმ ერებს, აკრობს იმ ქალაქებს და გინდა ომი დაუძახე, გინდა ატომის გავარდნა, გინდა სტიქიური უბედურება, გინდა იქ რაღაცა უდიდესი ჰელოუსტოუნის იმის ამოფრქვევა და ასე შემდეგ. მოხდება ეს ყველაფერი. და ეს რო არ მოხდეს და ჩვენ კიდე ვიცხოვროთ, ხო? და 100 წელი უნდა ეხა უკრაინის იმას სანამ აღდგება, სიტყვაზე ვიძახი, სანამ აღდგება უკრაინა 100 წელი უნდა. ჩვენ ვერ მოვესწრებით, ხო? 100 წელი ეხა წარმოიდგინე. იმ ქალაქების ის რო არის, რა ქვია, გასწორებული მიწასთან. რატომ მოხდა, აბა? ძალიან ცუდი შედარებაა, ვიცი. და არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მინდა რომ გამოფხიზლდეთ ხალხო. მასიურად იყო შემოტევა სიწმინდეებზე, მასიურად იყო შემოტევა ეკლესიაზე. შედიოდნენ, არბევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სასულიერო პირებს, ხეხავდნენ ჯვრებს, ხერხავდნენ უბრალოდ, აფურთხებდნენ, ასხავდნენ, შიშვლები შედიოდნენ, LGBT-ს პროპაგანდა მიდიოდა, ბევრნი არიან, ხა 50,000 მილიონი, 50, ხო, ბევრია რა, ბევრი მოსახლე და დიდი ტერიტორია, მასიურად და მერე ბოლოს ეს ჯამბაზი რომ მოიყვანეს, ხო, არა ადამიანი, ღმერთო მაბატი. ესე იგი, ყველაზე უწმინდესი ადგილი, პეჩორის ლავრა, რომელიც არ დახურულა ჰიტლერის დროს ფაშისტური გერმანია რო შევიდა, 60,000 ბერის წმინდა ნაწილია იქ, მონასტერში, პეჩორის ლავრაში. და იმან ვერ გაბედა იმ ლავრის მეორე მსოფლიო ომის დროს დახურვა და ბერების გამოყრა და ამან აი ამ კარიკატურა ჯამბაზმა 200 ბერი გამოაგდო და პეჩორის ლავრა დახურა. და იმ ბერებმა ანათემაზე გადასცეს და დაწყევლეს და თქვეს რომ უკრაინა მორჩა დამთავრდა არც გაიხარებს. გესმით თქვენ? და მერე იძახეთ არამწამს არ ისა არ ესე კაცო არამწამს გასაგებია. შენი ნებაა თუ არ გწამს. მაგრამ ფაქტია რომ არსებობს და იმ სიწმინდეს უნდა დაცვა თუ არ შენ არ იცავ იმ სიწმინდეს, ხო და პატივს არცემ შენ იმ სიწმინდეს, კაცო, შეურაცხყოფ. და აი ზუსტად ამაზეა საუბარი. იქ სადაც სიწმინდის შეურაცხყოფა ხდება, იქ სადაც მასიურად გარყვნილება, პროპაგანდა, საშინელება, ის ქალაქები, ის ერები, ის ქვეყნები
ქრებიან. იმიტომ რომ მოდის ძალიან დიდი განსაცდელი და ძალიან დიდი სასჯელი და ნუ გავხდით ჩვენს ქვეყანას იმათ რომ რაღაცა საშინელება მოხდეს. იმიტომ რომ ყველას გვინდა ჩვენი შვილების მომავალი. კიდევ ერთხელ ვიცახი, ვნერვიულობდი ძალიან და ვდარდობდი, იმიტომ რომ მე ხო ხედავ ეს რატომაც არის და რატომაც ხდება და საერთოდ სადაც ვართ. ვდარდობდი, მართლა განვიცდიდი, მაგრამ ნუ მივენდე ღმერთს, მადლობა ღმერთს, მიშველა ლოცვამ, მარხვამ და იმან რომ სულ გულში ვლოცულობ, როგორც კი ეხაც, ჭვალი მადგას გულზე, იმდენად მტკივა გული რო უყურებ, რომ და ვერც ვაგებინებ, ხო ეს ამხელა ბულინგი, ამხელა ზიზღი ერთმანეთისადმი, ხო ერთმანეთისადმი, რომ შენ თურმე რუსი ხარ, შენ თურმე ის ხარ, განსხვავებული აზრის მიმართ, რატო რო შენ გინდა რომ გადაარჩინო შენი ქვეყანა და არ გინდა ომი, ამიტომ ესე იგი რუსი ვარ. და რომ ვიცი შენ ვის ყავხარ იქ დაპროგრამებული და შეიძლება შენც ვერ ხვდები ამას იმდენად ვერ აანალიზებ და ყვირი ხარ ევროპა და ამ დროს ის გეგმის ნაწილია და იმას უსრულებ და რა გამოდის ესე იგი მე თუ რუსი მონა ვარ შენ ესე იგი ამერიკის ბაიდენის მონა ხარ ხო? ამერიკის მონა ხარ შენ. და რა გამოდის მონები ვართ მაშინ ყველა. ხო? მაგრამ ბარემ თუ მონა ხარ აირჩიე, რომ იყო ღვთის მონა, ღმერთის მონა იყავი და ის გადაგარჩენს და არა ბაიდენის და არა პუტინის და კიდე ვიღაცის და ევროპის, რომელსაც აგერ წყალი აქვს შემდგარი და ხვალ რა იქნება არავინ არ იცის. ხვალ არა, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში. სადაც არ არის სიწმინდე, იმ ქვეყანას, იმ სახელმწიფოს და იმ ერებს ემუქრებათ გაქრობა და ეს მე არ მithქვია, მე არ მომიგონია და მე არ ესა რა ქვია დამიდასტურები აქ რასაც ვამბობ. ეს არის ყველა გადახედეთ, წაიკითხეთ წიგნები, გაერკვიეთ ისტორიაში ასევე აგერ წმინდა წიგნებია ხო იგივე ღვთის რჯულია თუ რაც არის ახალი აღთქმარი, ძველი აღთქმარი, ყველგან თუნდაც გადავხედოთ აღმოსავლურ ფილოსოფიას. ბუდიზმი ფილოსოფიაა იგივე, მაგრამ დამყარებულია იმაზე, რომ შენ ესე იგი ღმერთი ერთია, ვინც შექმნა ყველაფერი, შემოქმედია და პატივსცემ, თაყვანსცემ, მადლიერებით ხარ, ყველაფერი არის აგებული ამაზე, სიყვარულზე და მადლიერებაზე და შენ აქ ესე იგი აგრესიული ზიზღით, არ ვიცი, ამხელა სიბოროტე ჯერ სადა გაქვს და თან ყებ და იძახი რომ ესე იგი ადამიანი არ ვარო და არც ქალი ვარ, არც კაცი ვარ და საერთოდ რა ვარ არ ვიცი, მე რა უფლება გაქვს შენ საერთოდ და დგახარ იქ სირცხვილია. ყველაფერს რო თავი დავანებო, ნამდვილად არ მეგონა რომ საქართველოში მე თუნდაც ის მცირე ნაწილი, მაგრამ ესეთი კატეგორიის ადამიანებს ვნახავდი, ვინც ფიქრობს ესე. მართლა სირცხვილია და მადლობა ღმერთს, რომ უმრავლესობა ვართ ნორმალურები და აზროვნება გვაქვს, ჯერ არ წაურთმევია რა. მადლობა ღმერთს ჩვენთვის აზროვნება შემოქმედს და შეგვიძლია გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი. ამით დავამთავრე მოკლედ და აბა თქვენიცით. გისურვებთ, რომ გონება გაგეხსნათ, დაფიქრდეთ ყველაფერი, გაანალიზოთ და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ყველაფერში აბსოლუტურად. ყველაფერში ეს ეხება როგორც შიგნით შენ სიტუაცია, შენ ცხოვრებას, ასევე შენს გარეთ. იმიტომ რომ რაც შენ შიგნით გაქვს, იმას აფრქვევ გარეთ. ხო და ამ შემთხვევაში საცოდავ ადამიანებს, რაც შიგნით ჰქონდათ ამდენი ხანი, ეხლა მოვიდა ის დრო, რომ უკვე ვეღარ მალავენ და აფრქვევენ ამას გარეთ და არ ვიცით, როგორ უმკურნალოთ სამწუხაროდ იმ ხალხს, ისიც არ ვიცით. ერთადერთი იმედი გვაქვს, რომ ღმერთი დაამშვიდებს და ლოცულობთ მათზეც,
რომ ღმერთმა დაამშვიდოს ის ხალხი, რაღაცნაირად დააწყნაროს და ცოტა რო იყვენ აზზე მოიყვანოს და ნახვამდის ახლა თქვენ